მოგესალმებით მეგობრებო ყველას და დღეს განსაკუთრებული ლაივი მექნება. ამოვარდნილი აბსოლუტური კონცეპტიდან ამოვარდნილი, თუმცა მე კონცეპტები არ გამაჩნია თქვენ კარგად იცით და ძალიან ისეთი მექნება რა, რომ აი პირდაპირ კრიტიკა იქნება განკუთვნილი იმ ხალხის მიმართ, ვისაც მიუღებლობა აქვს, ამა თუ იმ ინფორმაციასთან აქვს მიუღებლობები და ამ მიუღებლობების გამო ადამიანი ამა თუ იმ მოვლენას, ფენომენს თუ საკითხს აწერს პირდაპირ ბეჭედს არტყავს და ძალიან მცდარ მნიშვნელობას ანიჭებს. აი ახლა შემომიერთდით და გავაგრძელოთ საუბარი. მე ახლა ამ სურათს ცოტა გავწევ და ესე დამინახეთ. ერთი სიტყვით ვითარება არის ასეთი რა. ადამიანები, რომლებსაც დიპლომები აქვთ, მეც მაქვს სხვათა შორის დიპლომი, მაგრამ მე ჩემი დიპლომით არ ვმარიაშობ რა. ადამიანები, რომლებიც სისტემის მონები გახდნენ, მაგალითად დიპლომის მერე დაიწყეს თავისი პროფესიით მუშაობა. ასეთები არიან ექიმები, ფსიქოლოგები, ის ხალხი, ვისაც აქვს უფლება, რომ აი პაციენტზე თქვას, რომ აი გამოიტანოს დასკვნა, რომ აი ეს ესეთია, ის ისეთია და რაღაც თავში აქვს ავარდნილი და ამ ადამიანის გადაწყვეტილება, ესე იგი არის კარგი და ზუსტი, იმიტომ რომ ამ ადამიანმა გააკეთა გადაწყვეტილება თავისი დიპლომისამებრ. მაგალითად, ფსიქოლოგიური დაამთავრა, ექიმია და იცის თურმე რაშია საქმე რა არის და სინამდვილეში აი რამდენი ფსიქოლოგიც გამიცნია პირადში თუ ისე სეანსზე თუ ჩემთან მოსული, რამდენი ექიმიც გამიცნია, არც ერთმა ნორმალურად არ იცის თავისი საქმის. მართალი გითხრათ რა. არაფერი არ იციან. ვერ აკავშირებენ A-ს B-სთან. მათ იციან მხოლოდ A არის A, B არის B, მაგრამ მათ არ იციან რომ A-ც და B-ც ანბანის ნაწილია. მაგრამ მათ იციან რომ A არის ასობგერა, B არის ასობგერა. აღარ იციან უკვე რას ნიშნავს ეს A და B, რომ ერთ დიდ მთლიანობას ანბანს ქმნიან. ეხლა რატო გეუბნებით ამას რა? როდესაც ადამიანი ჩემზე გაიგებს, ანუ არ იცნობს ხო, აი არ ვიცნობთ და მესამე პირი მოუყვება მეოთხე პირს ჩემზე. და აბა რომელია გოგო? ეგ ის გოგოა, თამარ მეფე რო გონია თავი? თამარ მეფე ვარო რო ამბობსო? და აი ესეთი საუბრები რო წავარა და მერე რო ეს დაასკვნის, რომ მაგას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. რო დაასკვნის რა, არ მიცნობს ტიპი, არ იცის ვინ ვარ, არ უნახია ჩემი ვიდეოები, არ იცის აბსოლუტურად არაფერს და დაასკვნა უკვე რა ხან, ესე იგი აი ეს რაღაცა შედარება მოხდა. ვიღაცამ, ხო? თავისი თავი წარსულ პერსონას შეადარა, მაგალითად თამარ მეფეს, ხო? ვინ ჩემ ფეხები იყო თამარ მეფე მაგალითად რა. აი პირდაპირ გეტყვით რა, ვისაც გონია რომ მე თამარ მეფე მგონია, ვინ ჩემ ფეხები იყო თამარ მეფე რა. აი ხა თამარ მეფის ფანები გამომიხდებიან. გამომიხდით ერთი ჩემი ფანები. მოდით აბა ერთი. გაგიცნოთ ვინ ხართ. აი მართლა ვინ ჩემი ფეხები იყო თამარ მეფე. ეხლა მოგიყვებით მე თამარ მეფეზე ერთ მაგალითს, რომელიც პირდაპირ შეგაზიზღებთ თამარ მეფეს რა. გინდათ? მოგიყვეთ? მისი პირადი ისტორიიდან აღსარების დონეზე რო აქვს ჩაბარებული თავისი მღვდლის მიმართ და ეს რომ ლეგენდად დაიწერა. გინდათ მოგიყვეთ ესეთი რაღაც, რომელიც პირდაპირ შეგაზიზღებთ თამარ მეფეს? დამიწერეთ რომ მინდა რა. და მე ალბათ მიხვდებით რომ გაფანატებული და გაფეტიშებული არ მაქვს თამარზე და არც თამარი მინდა რომ ვიყო რა. თამარი ვარ, თამარი მქვია, თამარ მეფეს ვგავარ, მაგრამ თამარ მეფე არ ვარ ხალხო. არ ვარ მეფე. აბა სად ვარ მეფე? მითხარ აი რომელმა მომანიჭა ვინმე მეფის ტიტული? არა ვარ მეფე, საიდან მოიტანეთ რომ მეფე ვარ? მე ვარ თამარი. გესმის და ვგავარ თამარს და შეიძლება კიდევაც ვიყავი თამარი ერთ დროს შეიძლება კიდევაც ვიყავი მეფე.
მაგრამ ეხლა ვინც გელაპარაკებათ თქვენ არის თამარი. გესმის? აი თამარ მეფისნაირად აქვს თამარ მეფის მსგავსად აქვს 3 ხალი სახეზე და ყელზე და კიდევ შეიძლება სხვა ადგილებშიც რომელიც არ უჩანდა თამარს მაშინ და რაც უჩანდა ის ვიცით. კი მას გავარ, იმ სურათზე ახლა ცოტა თვალები მაქვს დასტრესილი, იმიტომ რომ იცით როდის გადაღებული სურათია? 4 წელში რომ 3 შვილი გავაჩინე. წარმოიდგინეთ 4 წელში რომ 3 შვილი გავაჩინე და ლაქტაციაზე გავზარდე 3-ვე და ტოქსიკური ორსულობები რომ მქონდა 3-ვეზე. აი 4 წელში კიდე გავიმეორე 4 წელში 3 შვილი გავაჩინე ხალხო. თქვენ ეხუმრებით ამ ფსიქოლოგიურ დატვირთვას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვას, ღამეები არ მეძინა 4 წელი ხალხო. ნორმალურად ღამე არ მძინებია, ღამე უნდა ამდგარიყავი ყოველ ღამე და ან ძუძუ გეწოვა, ან ბავშვი გამოგეცვალა, ან ის და აი ესეთი სახე მაქვს ზუსტად რა. ძალიან კარგად აისახა ჩემი ცხოვრების ეს ნაწილი. აი როგორ სახესაც ხედავთ, აი ეგეთი ვიყავი მე რა, კინაღამ გავგიჟდი. ხო? მაგრამ ძალიან მაგარი ვარ. რატო ვარ მაგარი? 4 წელში 3 შვილი გავაჩინე, არანაირი დამატებითი საკვები არ მიმიცია, ლაქტაციაზე მყავდა და 3 შვილი გავაჩინე, არ მოვიშორე შვილები. სხვები რომ იშორებენ, არ მოვიშორე. მკვდებოდი, მაგრამ არ მოვიშორე. არ მოვკალიმე, არ ვარ კაცმკვლელი. არა. ეხლა მე გავაგრძელებ რა თამარზე და ისა როგონიათ ის დიპლომებიან ტიპებს, ფსიქოლოგებს და ექიმებს, რომ მაგარი ტიპები არიან და ვიღაცას ხელი დაადონ შეუძლია და თქვა რომ ამას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. მიუღებლობა რაც აქვს რა, აი ვიღაცამ შეადარა თავი თამარ მეფეს და კიდევაც აქვს 15 მაგალითი აქვს იმისა დამთხოვა და შემთხოვა, კარგი ორივე დავარ, დამთხოვაც და შემთხოვაც, რომ თამარ მეფის მსგავსად ჩემს ცხოვრებაში იგივე გამეორდა და გარეგნულად თუ სახელით რა ვიცი მე 1015 დამთხოვა. დამთხოვული ვარ. გესმით? 15 დამთხოვული. 15 ჯერ დამთხოვული ვარ თამარზე რა. ხო, მიხვდით ხო ეხლა თამარ მეფეზე 15 ჯერ დამთხოვული ვარ. როგორც გინდათ ისე გაიგეთ. ხო და ეხლა რაშია საქმე რა? ვიღაცას მიუღებლობა აქვს იმისა, რომ თუ შეიძლება რეინკარნაცია იყოს. როცა 3 მაგალითი გაქვს მოყვანილი, გაპარული წმინდა წერილში რომ ქრისტე ამბობს თვითონ ქრისტე ამბობს რომ რეინკარნაცია არსებობს. როგორ მართლმადიდებლობა რო არ აღიარებს რეინკარნაციას, ჩემი ფეხები არ აღიარებს, როგორ არ აღიარებს, ქრისტე აღიარებს და ჩემ მართლმადიდებელი ვინ არის რომ არ აღიაროს. პირდაპირ ქრისტე გეუბნება რომ რეინკარნაცია არის. დედის საშოდან მოვედიო შიშველიო და კვლავ დედის საშოდან შიშველი მოვალო. რას გეუბნება რეინკარნაცია არ არის? თუ რა არის აბა ეს? შიშველი მოვედიო და კვლავ მოვალო შიშველიო. იოანე ნათლისმცემელი იყო ელიაო გეუბნება შვილო და რაღა გინდა ახლა ქრისტე აღიარებს რეინკარნაციას და შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ მართლმადიდებელი ქვია თუ არა რო არ აღიარო და ქრისტეს სიტყვაზე წინ წახვიდე რა. ეხლა გავაგრძელოთ რა თემა ეხლა რატო ჩავრთე თემა რა. ვიღაცას მიუღებლობა აქვს ამის რომ მე ჩემი თავი აი ძალიან მაგრად და ძალიან მართებულად გვირგვინის დავიდგი თავზე და ესეთი ვიდეოც ჩავწერე და თამარ მეფესაც შევადარე თავი და თამარ მეფეზე უფრო მაგარი ვარ. რატო იცი? გეტყვი ახლა რა. თამარ მეფე ისეთი სულით გამოუცდელი იყო, ეხლავე შეგაზისხებთ თამარ მეფეს თუ გინდათ რა. ბიჭო, ჯერ მეფეა ტიპი. მერე როგორ იყენებს ამ თავის ძალაუფლებას ნახეთ რა. ქალი ტიპს უძახი, იმიტომ რომ მეფე ერქვა მაგ ჩემისას რა, უკაცრავად რა. ესე დავიწყებ ახლა თამარზე და მიხვდებით რომ მე თამართან არანაირი ამბიცია არ მაქვს რომ თამარ მეფე ვიყო, გესმის? აი ესე დავიწყებ ახლა ლაპარაკს რომ რაღაცნაირად ეგრე მიხვდეთ. თორე გონიათ რომ მართლა ეს თამარ მეფობა მინდა. რა ჩემი ფეხების თამარ მეფობა მინდა ხალხო. თამარ მეფე ვინ იყო? თქვენზე კარგად, ჩემზე კარგად თქვენ არ იცით ეგ რა. ქალი დგას და გაუფრინდება მიმინო თუ ქორი თუ რაღაც ჯანდაბა.
და გამოაცხადებს ვინც ამ იმინოს მომიყვანს რასაც მეტყვი იმას შევუსრულებ რასაც მეტყვის იმას შევუსრულებო რა და დგას თვითონ გადახდა ახალგაზრდა ბიჭი დასაქორწინებელი იყო თამარი და თამარ შეტრფოდა ყველა იმიტომ კი არა რომ ძალიან ლამაზი იყო ფრესკებზე ვერ ხედავთ ბიჭო რა მახინჯი იყო იმიტომ რომ ძალაუფლება ქონდა და ყველას უნდა ის ძალაუფლება ქონოდა თორე თამარ მეფეს ვინ უყურებდა ზედ რას გავს ვერ ხედავთ ფრესკებზე ჩემ ხელა ყბები აქვს რა გადახდა ეს სოფელელი ბიჭი ერთ-ერთი და მართლაც დაიჭირა ეს მიმინო მტკვარი გადაცურა და გადმოცურა მოცურავს და თამარ მეფე ფიქრობს ესეთ რაღაცას რა ეხლაო თუ ეს ჩემი ხელი სათხოვნელად მოდისო მაშინ დაიხრჩოსო და ტიპი დაიხრჩო აი რა ესეთი წმინდანი თამარი ყავდათ თქვენ რა და ეს უფრო მაგრა გევასებათ ეხლა ესე რომ ვლაპარაკობ თამარზე ეხლა მაინც მიხვდებით რომ მე თამართან ამბიციები არ მაქვს რომ თამარი ვიყო ღმერთმა დამიფაროს რომ მე თამარ მეფე ვიყო რა იმდენი შეცდომები აქვს მაგ ხალხს დაშვებული ძალიან ბევრი რა და რომელი ერთი ჩამოგითვალოთ ეხლა რა არ ვიცი მე იცი რა არის აი ხალხი ყველაფერში გამოცადა ჩემი პირიდან ღმერთმა რა ისე მაგრად გამოგცადათ აი მე ჩემი თვალით რო უყურებდეთ ამ თქვენ თავებს აი თქვენ არიცით რა დღეში ხართ რა არიცით თქვენ რა დღეში ხართ მაგარ შარში ხართ რო იცოდეთ რა იმდენად უსუსურები ხართ რაღაცის გაგებაში იმდენად უსუსურები ხართ რეალობის დანახვაში იმდენად და ვიღაცა მეუბნება ნუ ეჩხუბები ამ ხალხს კაცო არ შეუძლიათ რა არ შეუძლიათ ბიჭო რა არ შეუძლიათ ყოველდღიური დადგომა და სამსახურში წასვლა და დათვლა ფულების და ყველაფრის გაკეთება ხო შეუძლიათ მაგრამ აზროვნება არ შეუძლია თუ არ შეუძლიათ მაშინ რატო არ უნდა ვეჩხუბო ვეჩხუბები კი არა სუფეხებზე მკიდია რასაც მინდა იმას ვეთქვი ესეთ ხალხს ვისაც აზროვნება არ შეუძლია და როგორც მინდა ისე ვეთქვი და ვინც მინდა ის გავხდები გინა თამარ მეფე და გინა ქრისტე თუ ადამიანებს აზროვნება არ შეუძლიათ მაშინ მე რა პრეტენზია აქვს ჩემთან ვერ გავიგე რაც მინდა ის ვიქნები გინდა სტალინი და გინდა ის პეტრე პავლე და გინდა ქრისტე და მაგდალინელი და რაც მინდა ის ვიქნები რა დავით აღმაშენებელი ვანიჩკა ამბობს ბოლო იყოს შენი დალევა თამარ ხო და თუ იმას ვერ ხედავენ რას ვაკეთებ მე ხო რა გამიკეთებ ბიჭო მე რომ ჩემნაირი ადამიანი მენახა აი რომ დამენახა ფეხებს დავუკოცნიდი რა იმდენი რაღაც მაქვს ცხოვრებაში გაკეთებული და იმდენი კარგი რამე მაქვს გაკეთებული რა მარტო ჩემთვის კი არა და ჩემი ოჯახისთვის ყველასთვის სრულიად მსოფლიოს საქართველოსთვისაც და მსოფლიოსთვის და ვიღაცა ჩემ ფეხებიანი დიპლომიანი ტრაწიანი კაცი მოდის და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. რატო? იმიტომ რომ თამარ მეფე გონია აბა თავი და რა მგონია შედებილო. ღმერთმა დამიფაროს თამარ მეფე ვიყო რა. ღმერთმა დამიფაროს მეთქი ძალიან სუსტი იყო თამარ მეფე რა. ძალიან სუსტი იყო ჩემი თვალთახედვიდან თამარ მეფე იყო ძალიან სუსტი. მიუხედავად იმისა ყველაზე ძლიერი მეფე იყო. აჰა გამოიცანეთ ახლა რას ვამბობ აბა? ეგ მაინც დააკავშირეთ ერთმანეთთან რა. ყველაზე ძლიერი მეფე იყო, მაგრამ ჩემი თვალთახედვიდან ყველაზე სუსტი იყო რა. ძალიან სუსტი იყო. იმის არ იყოს ქრისტე რო ეუბნება იოანეზე თავის მოწაფეებს, რომ იქ სასუფეველშიო. აქ ხომ ძალიან მაგარიაო იოანეო, სასუფეველშიო ყველაზე სუსტიაო. იოანე ნათლისმცემელზე ამბობს. აი ეგრე ვამბობ ახლა თამარზე რა. ყველაზე ძლიერი მეფე იყო, მაგრამ ყველაზე სუსტი არის ეს სასუფეველში რო იცოდეთ რა. ჩემი თვალთახედიდან, ქრისტეს თვალთახედიდან, თამარი არის ყველაზე სუსტი, მაგალითად სასუფეველშია, მაგრამ ყველაზე სუსტია. იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული. არ მომაყოლინოთ, ეხლა რა შეცდომები აქვს დაშვებული, მაგრად შეგეზიზღებათ თამარ მეფე რა. მართლა გეუბნებით ყველაზე მეტი თამარ მეფემ გაგიკეთეთ ყველაზე მეტი.
ისტორიიდან გამომდინარე ყველაზე ბევრი ღვაწლი და დიდი ღვაწლი თამარ მეფეს ჰქონდა ქართველი ერის წინაშე, მაგრამ ძალიან სუსტი იყო და არ შემაზიჟღოთ ეხლა მართლა თამარ მეფის თავი თქვენს წინაშე არ მალაპარაკოთ თამარზე რა. რამდენი ცუდი რამე აქვს გაკეთებული მაგალს. მიუხედავად იმისა, რომ აი თამარ მეფისა და ჩემი ცხოვრება აი ძალიან მაგრა გავს ერთმანეთს. ჩემი ქმარი გავს მის ქმარს. და კიდე მოდი აღარ გეტყვით რა. სახელი ხო მაქვს, მისი ხალები მაქვს, მისი ქმარი ჩემს ქმარს გავს, მაგის დედავატირე და ეს ჩემი ქმარი არ მიძებნია გავიცანი სადღაცა მთებში, მამათა მონასტერში ერთხელ ვიყავით ჩამოსული დასასვენებლად საქართველოში გერმანიიდან. და გერმანელი გავიცანი საქართველოს მთებში მამათა ფოთოლეთის მამათა მონასტერში ხალხო. არ მიძებნია მე სპეციალურად ეს ადამიანი, არა. ხო და ვიღაცა მეტყვის, რომ თამარ მეფობა უნდა და მაგიტომ საუბრებს და რა ჩემი ფეხების თამარ მეფობა მინდა ხალხო. ჯერ რა ცხოვრება ქონდა თამარ მეფის, რატო უნდა მოგინდეს ადამიანს თამარ მეფობა? აი მე გეკითხებით თქვენ, აი თქვა თამარ მეფობა გინდათ რა, რატომ გინდათ თამარ მეფობა? აი მითხარით, დღევანდელ დღეობაში თამარ მეფობა რა ჩემ ფეხებად გვაწყობს? ამოვალაგებ ხარ ჩემ ფეხებს და სულ ჩემ ფეხებით ვილაპარაკებ ეხლა რა. თამარ მეფეს ბოლოს ფეხები წაერთვა რო იცოდეთ. ბოლო 6 თვე ვეღარ დადიოდა. აი მითხარით, რა ჩემ ფეხებად გვაწყობს თამარ მეფობა დღეს ნებისმიერ ადამიანს? აი თუნდაც მე. მითხარი, რაში გამომადგება ეხლა თამარ მეფობა მე? მითხარი, აი რაში გამომადგება, თორე კი. აი თუ მეტყვით შეიძლება მომეწონოს და მომინდეს თამარ მეფობა რა. მითხარით. მე რო ვადარებ თამარ მეფის თავს, ხალხო, ეს იმიტომ კი არა რომ მე მინდა თამარ მეფობა რა. ეს რაღაც ფენომენს მივადექი. ფენომენია ეს. გიადვალის თეორიის მიხედვით ძალიან მაგარი ფენომენია. ეს არის პორტალის გახსნის ფენომენი. ფენომენი, რომელიც პირდაპირ თვალს გვიხელს აღდგომა რას ნიშნავს, მაგრამ ვის უნდა დღეს აღდგომა? ვის ჩემ ფეხებს უნდა რომელ ჯერ ის ვერ გაგიგეთ ქრისტიანად თქვა და რა აღდგომაზეა საუბარი ხალხო, ნუ გამაგიჟებთ. ამიტომ დაგემხობათ ყველაფერი თავზე და აგემხობათ კიდევაც რა. მე მაგრად მომბეზდა თქვენთან ერთად თამაში. მაგრად არანაირი სურვილი არა მაქვს, აი თქვენაერ ხალხთან ვითამაშო და არანაირი სურვილი არა მაქვს, აი ამ სამყაროში კიდე დიდი ხანი გაგრძელდეს ის რაღაცა ნეტარება მატერიალური. რა ჩემის ფეხის ნეტარება დღეს გვაქვს, ან რა გვაქვს საერთოდ. კიდე გავიმეორებ რა, ალთას რომ ბავშვებს ხოცავენ, ბალთას ცეკვავენ და აგერ ყურები წაგვიღეს ჯიფსივილიჩი ამ დისკოტეკით და იმით რა ქვია, ბანძი მუსიკით ხალხო. ეგენი უხოცავენ უკრაინელებს ბავშვებს. ხალხო, თუ დააკვირდით გლობალურად რა მდგომარეობაა, ხო? რა ჩემი ფეხის განხანგრძლივება გინდა ამ დედამიწაზე, ვერ ხვდები რა, ვერ ხვდები ხალხო. რად გინდა რომ ამ დედამიწაზე იცხოვრო, აი მაგას ვერ ხვდები რა. მაგას მიჩვენე დღესვე დაიქცეს ყველაფერი და მთლიანად განადგურდეს. ჩემის ჩათვლით თუ გინდათ რა. და მე რაღაც მინდა თუ ყველაფერი ამ დედამიწაზე მე მარტო რომ დავჭერ რა თმინდა ეგ. ანუ ყველაფერი განადგურდეს ვამბობ რა. ვანის გამოს თამარ ვიღაცას ეგონება რომ ჩხუბობ, არა და ემოცია რომელიც საუბრის მანერაში ითვლება, ნუ ცდილობ ვიღაცებს უმტკიცო და მით უმეტეს არაფერს არ უმტკიცებ. გაიტოლო მათ უვიცობას და არაფერს არ უმტკიცებ და არც ვიტოლებ თავს. აი, ჩემს ჭიას ვახარებ ეხლა რა. აი, ზუსტად მე ამ გამოსვლით ეხლა ვჩხუბობ რა, როგორც გინდა ის დაინახეთ. აი, ყველა ისედაც როგორც უნდა ისე ხედავს, მაინც და კუდებს აბავს და რქებს აბავს, მაგრამ ეხლა მე რასაც ვაკეთებ, ჩემს ჭიას ვახარებ. გესმით? აი, რატო ვახარებ ჩემს ჭიას? ღმერთს კითხეთ რა ეგ რა. რატომ მომიყვანა ღმერთმა, რატომ შობა, რატომ ამ მდგომარეობაში ჩამაგდო, რატომ დამამსგავსა თამარ მეფეს, რატომ მომცა ამის უნარი რომ აქვს ლაპარაკის უნარი, რატომ მომცა იმის უნარი რომ აუშიშარი ვარ და არ მეშინოდეს, რატომ მომცა უნარი რომ ყველა ვლანძღო
და ვამხილო, კი არა ლანძღო, ვამხილო, რომელიც სხვას ლანძღვათ ეჩვენება. რატომ მომცა ამის უნარი, ხო? ღმერთისთვის არ გიკითხავთ ეგ? აი ჩვენ შეგვიძლია დავადოთ, აი ის ისეთია და ესეთია, ეს საზღარი და ის კარგი და ის. რატომ შექმნა ადამიანმა ესეთი ადამიანი არ გიკითხავთ? ან თქვენ რატომ შექმნათ ღმერთმა გიკითხავთ საერთოდ ცხოვრებაში? არა, თქვენ გიკითხავთ რა როგორ უნდა მქონდეს დავარწმუნდი თმები, რა ფერზე შევიღებოთ თმები, რომელი მაიკიაჟი გავიკეთო, რომელი მაკიაჟი მომიხდება, ძუძვები როგორ დავიდიდო, ტრაკი როგორ დავიდიდო თუ დავითხელო. არა ესეთი კითხვები ძალიან გაინტერესებს თქვენ, კი? ეს არის თქვენი თამაში, ხალხო. ძალიან ბანძურ თამაშებს თამაშობ მე. გული მერეყვა უკვე ეგეთ თამაშებზე რა. რა დავიჭირო ხელში, რა ჩავიცვა. რომელი მანქანა მყავთ, აი ესეთი თამაშები თქვენთვის საინტერესოა ამასოფლის მიერი იალდაბათისმებული იაღოვას თამაშები, მაგრამ ვინც ქრისტეს გაიცნობს, ხალხო, მაგარი სასაცილოები ხართ და საცოდავები ხართ. აი ძალიან ჭიაღუები ხართ. ვინც ქრისტეს გაიცნობს და თქვენ მაინც მაგ თამაში დაგინახავთ რა. ქრისტე რომ მოვიდეს ეხლა, ღმერთო, არ ვიცი, ძალიან მაგრად გაუტყდება კი არა, თავის ნარს მართლა ვერავის ვერ ნახავს. მართლა ვერავის ვერ ნახავს, აგერ მე ვდგავარ და თქვენ გლანძღავთ, გამხელთ. ქრისტე აი ესე დებილებთან არ საუბრობდა და არ ამხელდა რა. არ ამხელდა. აი მე მართლა ჩემ ჭიას ვახარებ, რომ ვდგავარ მაინც თქვენთან და გამხელთ რაში? რა ვიცი მე რაში, არაფერში რა, რაში უნდა გამხილოთ? რამე იცით, ხელის მდგომარეობა იცით რა არის? ჰა? დამპლური თამაშები ქვია მაგას, ვანიჩკა წერს, ხო? დამპლურ თამაშებში. ხო და ვიღაცამ რო დაიწყოს რაღაც ახალი საინტერესო თამაში, იმას ფსიქიური პრობლემები აქვს. აგერ დავიწყი ახალი თამაში რა. აი ეს არის ახალი თამაში რა. გინდათ გითხრათ რა არის ახალი თამაში. აი ეს არის ახალი თამაში. გავაცოცხლოთ თამარ მეფე. ჩემი თამაში არის ეს. ცოცხალი ვარ. აგე უკვე დავიწყე თამაში. თამაშია ეს. აგე ჩემს მაღლა თამარ მეფის ფრესკა, მე დაბლა. ცოცხალი ვარ, ეს ჩემი სურათია მაგალითად. აი ეს არის ჩემი თამაში. ვინმე მიხვდა ეს თამაში? ჰა? არა. ის არის. ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. იმას არ აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები. ყოველდღე გაჯეტებზე რო ის და ესე რო თამაშობს, ტუალები ესე რო აქვს და ესე რო თამაშობს და თამაშებს იგონებენ და რა ვიცი რებს აღარ იგონებენ, ოღონდ ციფრუში ჩატენონ ხალხი რა. და აი ჩემი თამაში ეს არის, ნახე. რეალური თამაში არის აი ეს, რომ გავაცოცხლოთ თამარ მეფე რა, მაგის დედავატირე, რა პრობლემაა? გავაცოცხლოთ, აი ეს ქალი გავაცოცხლოთ. თუ ძალიან გვიყვარს, ყველაზე მაგარი მეფე იყო და დედა იყო საქართველოში, მართლა მიუხედავად რომ სუსტი იყო, გავაცოცხლოთ, არ მგავს, აბა, შეხედეთ როგორ მგავს ამ ფრესკიდან. კარგად შემოვხედეთ, კარგად. მე მინდა რომ გავაცოცხლოთ თამარ მეფე, ეს არის ჩემი თამაში, რა გინდათ თქვენ ვერ გავიგეთ, თამაში ხელს მიშლით? წადი რა თქვენ თავებს მიხედეთ, თქვენ თამაშს მიხედეთ და თქვენს თავებს მიხედეთ 24 საათი რომ მონები ხართ სისტემის რა. ოლღა წერს ნენა შენ რა დღეში ხარ ბებია ვიზუალურად არჩევ ადამიანებს მანამდე გახკიოდი თამარ მეფეს გავარო მისი ინკარნაცია ვარო ეხლა მახინჯი და ღმერთმა დაიმფაროსო ნუ გვამადლი ნენა ნუ ვინ ახარ შენ ოლღა ბებო რა წადი რა შენ ვისადარებ შენ თავს ვიღაცამ სახიობს ხო ხალს ხო და თამარ მეფე ვარო ხალხო რო ვთქვი ამენით ვარ მეთქი თამარ მეფე და ეგეც ვერ გაიგეთ ყრუები ხართ და იმიტომ რა ამენით თამარ მეფე ყოფილვართ ხო ნარიმანის კარზე ბანანი რომ მიუტანე იცით ბანანი რა არის ანბანი იცით რა არის არც ეგ არის და როგორ გელაპარაკოთ ხალხო აი ნენა ოლღა ბებია წადი რა შენს დროშს მიხედე იქ ბალღებს და შვილიშვილებს მიხედე ნენა შენ რა დღეში ხარ თამარ მეფეს როგორც მინდა ისე განვიკითხავ და როგორც მინდა ისე შევაკებ მე მაქვს მაგის უფლება თქვენ არა თქვენ განიკითხავთ თამარ მეფეს ეგრევე მიწაში ჩაიდებით იცოდეთ რა ეს ჩემგან იცოდეთ მე როგორც მინდა ისე ველაპარაკებ თამარ მეფეზე რა
როგორც მინდა ისე ვილაპარაკებ. აი მაქვს მაგის უფლება და იმიტომ. გესმით? მე თამაშს თამაშობ ეხლა, გესმით? აი მინდა გავაცოცხლო თამარ მეფე. თამარ მეფეს მინდა დავიცავ და მინდა მიწაში ჩავდებ, როგორც მინდა ისე ვილაპარაკებ თამარზე. გესმით? და თქვენ თავებზე იფიქრეთ, თქვენ თამაშებზე და შვილიშვილებზე და შვილებზე რა ჭამოთ დღეს და მერე ხვალ, კარტოფილი თუ ჩახოხბილი. პური გამოუცხოთ თუ ხაჭაპური თუ ისა ჭადი. მაგეებზე იფიქრეთ, კარგი იქნება რა. თქვენ ვერ მოახცევთ ამ დონეს, საერთოდ ამ თამაშის დონეს. ალბათ კიდე 5-50 რეინკარნაცია დაგჭირდებათ, რომ ამ დონეს მოახცევთ. 50 არ რას გეყოფათ? 70. 20 დაუმატებ კიდე. ამ თამაშზე რომ წამომყვეთ მე, არა ხართ რა მაგ დონის ჯერ და მე ვინც ჩემი დონის არის, აი ამ თამაშს ვინც თამაშობს, იმას ველენ ვითამაშები რა თქვენი რა ჩემი ფეხების ინტერესი არის, რომ თქვენ ჩაერიოთ ჩემს თამარ მეფეს შევადარე თავი თუ არა, დენა არა დღეში ხარ, შენ ხო კარგ დღეში ხარ და სამყარო შეხედე ის ხო კარგ დღეშია, რასაც ოდავები ხარ შვილო, რა გჭირთ. ნენა შენი რა დღეში ხარ, ბებია. წადი რა ბებო რა, წადი რა. აბა შენს გარშემო შეხედე მეზობლებს ისინი რა დღეში არიან, ან შენ თავს შეხედე რა დღეში ხარ შვილო. სარკეში მაინც ჩაიხედე რა დღეში ხარ. და მერე ჩემი ესეთი ყოფნა გაგიკვირდება? აუ რა, ღმერთო. ხშირად ვეკითხები ხოლმე და მე და ჩემი მეუღლე საუბრობთ ესეთ. აი კარგი ვთქვათ მოვედი ამ დედამიწაზე რა და აი ვთქვათ თამარ მეფე დაბრუნდა უკან რა უნდოდა? საქართველოს ნახვა უნდოდა, ქართველი ხალხის ნახვა უნდოდა ამ უსუსო მდგომარეობაში. უნდოდა დაემტკიცა რომ მარტო თვითონ რაღაცას იზავს, აი მარტო მემკვიდრეობით გვირგვინი არ დაესმევა თავზე. თუ რა უნდოდა, აი თქვა თამარ მეფე მოვიდა ახლა აი მეორედ. რისი გაკეთება უნდოდა თამარს? რა ინტერესით მოვიდოდა თამარი? კვლავ ხალხის გადარჩენა უნდოდა ამ დებილების ხალხო. ვახ, რას გადასარჩენი ეს ხალხია, ვერ ვხედავ მე თქვენ არ ხართ გადასარჩენი. თქვენ რა გადასარჩენი ხართ? მე ვერ ვხედავ თქვენ გადარჩენის აუცილებლობას რა. არც ჩემი გადარჩენის აუცილებლობას არ ვხედავ, თქვენ გონია რა ამის ან მე რა მინდოდა რომ მოვედი ამ სამყაროში კვლავ. ჩემი ნებით მე აქ არ მოვიდოდი მართლა ოღონდ რა. ესე იგი რაღაცა დამავალეს და გამომაგზავნეს და მიდი და ბოლომდე გააკეთეო რა. მე ჩემი ნებით აქ მოსულიყავი, შანსი არ არის ხალხო, არანაირი ინტერესი არ მაქვს მე აი ამ ავადმყოფ სამყაროს უყურო და ხალხს, რომელიც ავადმყოფობაში არის, გადაშვებული არის მონობაში 24 საათი და თან თავისი ნებით. ლიბერალიზმით და ლოიალობით და იმით და რა ლოიალობით ხალხო და რა ლიბერალიზმით. მონები ხართ. მონებზე უარის მონას მაინც ნორმალურად აფასებდნენ. თქვენ მარტო ფულს გიხდიან. არც გაფასებენ ხალხო. მარტო ფულს გიხდიან. თამარ მეფის დროს მონას არ უნდოდა საქართველოსთან წასვლა, საქართველოში რჩებოდა, როცა თავის ხარკს ამოწურავდა ხოლმე. არც ერთი მონა არ მიდიოდა, იცი რატო? აფასებდნენ მონებსაც კი. თქვენ დღეს მითხარით ვინ გაფასებთ? აი თქვენ სამსახურში მითხარით რომელი სისტემიდან ექიმი იქნება, ფსიქოლოგი იქნება, მუშა იქნება, თუ რაც იქნება, მაგის დედავატირე, იურისტი იქნება, თუ მითხარით რომელი სისტემა გაფასებთ თქვენ? მარტო გიხდით ფულს. გეუბნებით მონობაზე უარის მდგომარეობაში ხართ მეთქი რა და თქვენ მაინც გინდათ მაგ სიბინძურეში და ტლაპოში ყოფნა. რომელ თამარს უნდა მოუნდეს თქვენი გადარჩენა, მითხარი. თქვენი ნებით გინდათ მონობა, ხალხო. ყველაფერი დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა, რადგან მათ ხორად გადაიქცა ახლა ღირსება. ლექსია ხო? რადგან არამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა, რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება, რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა, რადგან
გამექცა. სად ვიყავი? რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა, იცოდე დაფნა, რადგან მრუშობით შელახულა მანკოება, რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს, რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ, რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს, რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად, რადგან სიმართლე სისულელეთ. სად წავიდა ახლა? რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ, რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს, რადგან უვისი და რეგვენი ბრძენობს ადვილად, რადგან სიმართლე სისულელეთ ითვლება ახლა, რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა, ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ, მაგრამ არ მინდა ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს. შექსპირი. რა მაგარი ტიპი ყოფილა შექსპირი. დაახლოებით რუსთაველს შემიძლია შევადარო. ისე რა, ისე დაახლოებით. კიდევ რა? ყველას კი არ ესმის რაზე საუბრობ და დროს ნუ დაკარგავ, გაუნათლებლობა გღუპავს. დიდება თამარ მეფეს უფალი ბეკა. რატო დიდება თამარ მეფეს? დიდება ქრისტეს. ბოლო იყოს შენი დალევა თამარ, ბოლო იყოს. რას გაუმარჯოსო? ბოლოს პატრიარქ ილია მეორესთვის სვავენ. ბავშვებისთვის არა, ილია მეორესთვის. ჩააკვეხა თავისი თავი ილია მეორემ სადღე გრძელოებში და აიტაცა ბრბომ. ხო და ბავშვებს ყურადღებას აღარ აქცევენ. ილია მეორეა მთავარი. ხო და არ მოგწონო არ ფისო, აი ახლა ნახე ფისო, ახლა ნახე ჩემი სურათები განახო რა ლამაზი გოგო ვარ. ნახე? რა კარგი თამარ მეფე ვიქნებოდი. ნახე რა ლამაზი გოგო ვარ. აი ეს მწვანე მაიკა რომაცვია, აქ ვარ 25 წლის, 27 წლის ვარ მაგ სურათში. ნახე რა ლამაზი გოგო ვარ. აი თამარ მეფეს არ ჯობი ვარ კაცო, რა მახინჯი იყო თამარ მეფე, კაცო გამანებით ნუმადარებთ თამარ მეფეს თავს რა. გეყოფათ ეხლა რა. ეხლა ჯერ თამარ მეფეს შეხედეთ და მე შემოვხედეთ რა. რას გავდა ჯერ ეგერთიც? რას გავს აი ხა ეს ქალი? მე ხომ გავს? აი მგავს ხო ეს? აბა ნახე. რა არის? აი ეს ქალი ხომ გავს? ნახე როგორ მგავს? შენ უფრო ლამაზი ხარ მე მგონი. ტიში მაგრამ. ხო, მე მგონი კი არა და ეგრეა ბიჭო რა მე მგონი. კარგით რა. არა, რა ვეგავიგე. Kann man jetzt deswegen beleidigt sein? თამარ მეფე. ძალიან ჯიგარი იყო თამარ მეფე, რა მე ძალიან მიყვარს თამარ მეფე მაინც. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სუსტი იყო, მაგრამ ძალიან ძლიერი იყო აი ამ დედამიწაზე. და ძალიან სუსტია სასუფეველში რა, რო იცოდეთ. ყველაზე სუსტი თამარია. ყველაზე სუსტი. აი იოანე ხო არის, იოანეზე რო იძახის ქრისტე რომ ის არისო რა. აქ ძლიერიაო, მაგრამ მაგაზე უფრო მეტები არიანო იქო სასუფეველში და აი ესი არის თამარზეც. ძალიან ძლიერია დედამიწაზე, მაგრამ ძალიან სუსტია სასუფეველში. მიდი და ეხლა ინატრე თამარ მეფობა. რა თქმა უნდა თამარ მეფობა ვინატრებ იმას. მაგდალინელობას ყველაზე ძლიერია სასუფეველში. მაგდალინელი. რა თქმა უნდა თამარ მეფე ეხლა თამარ მეფე. მაგდალინელი. იცი რა ძლიერი იყო მაგდალინელი? თელი მარტო ქალმა. Where's Papa?
საფრანგეთი და ესპანეთი მოაქცია, იცით თქვენ? ქრისტიანად. მაგრამ თამარ მეფე მაინც საყვარელია. არა, თამარ მეფეს მაგდალინელში ვერ გავცვლით. თამარ მეფე მაინც ძალიან საყვარელი ყავს ქართველებს რა. მართლა დედა იყო საქართველოში, იმდენი რაღაცა აქვს თამარს დათმენილიც, რომ აი არ ვიცი რა, ამას ვერ დაუკარგავთ მაინც. ეხა ის აღსარებაში ჩააბარა რაღაც თავის აზრები, რომ ამ კაცმა ეხა თუ მართლა ხელი ცოლობა მთხოვაო, როგორ გავყვებით ცოლათო და დაიხრჩოსო მაშინო და დაიხრჩო. საწყალი, ძალიან შემეცოდა ის ბიჭი. წავედი ახლა მე მეგობრებო რა, თავარია თქვენ იყოთ კარგად და სრულ ჭკუაზე და მე ახლა შიზოფრენია მჭირს თუ ფსიქიკური პრობლემები თუ ის ეგ არაფერი არ მოხდება ამ დედამიწაზე ამის გამო დამერწმუნეთ. თავარია თქვენ იყოთ ფსიქოლოგიურად დალაგებული, ფსიქიკურად კარგად. ხო? შევთანხმდით? კაი, წავედ. მოიცა კიდევ ერთ სურათს გაჩვენებს ჩემსას. აი, რა ლამაზი გოგო ვარ, ნახე? ნახე როგორ გავარ თამარ მეფეს? მაშინ ყურები მქონდა გახვრეტილი, სამჯერ შემიხორს და არ მიყვარს საყურეები. ხო გავარ თამარ მეფეს? ნახე როგორ მაგრად გავარ? აი, ნახე. აღა ის დავაყირავოთ, აი, როგორ გავს? ძალიან მაგრა გავს. ამ სურათებში მით უმეტეს. ამასაც საყურე უჩენს და მეც საყურე. ნახე მართლა როგორ დაემთხვა. თან ესე გადავაყირავე თავი როგორც მაგ გადაყირავებული რა. ეგრე ჩემს მეუღლესაც ვანახე და იცინის. ეგრე. წავედი აბა, კარგად. ვინ შემომიერთდება თამაში, ძალიან გამახარებს ოღონდ რა. მე ძალიან მაგარი თამაში მაქვს. ციფრული არ არის, ლაივშია ეს თამაში რა, რო იცოდეთ რა. ღმერთმა დამიფაროს ციფრულ თამაშებში ვითამაშო. იქ რაზეც ციფრულში აკეთებთ, ლაივში გადმოიდანეთ და აი ესეთი იქნება. ხო არის ეგეთი თამაში, თამარ მეფეც რო არის შიგნით. ეგეთი თამაში არსებობს, რომ თამარ მეფე დადის და იქ შეგიძლიათ ციფრულად იქ მიიყვანო, იქ რაღაც საქმეები გააკეთებინო, იქ რაღაცა დადის ესე თამარ მეფე. სხვათა შორის უცხოურ თამაში არის, ამერიკულ თამაში არის თამარ მეფე დომინირებს როგორც ფიგურა. ეგეც არის და ესეც არის, ისეც არის და ასეც არის. წავედი.